პარასპორტის მოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. უკან ეზოში მახსოვს ჩემი ყველაზე ტკბილი გემრიელი მანდარინები, როგორ იხვრიტებოდა ფოთლები რა, ტყვეებით და ეს ნახვრეტები ძალიან დიდი იმ პერიოდში ძალიან დიდად მეჩვენებოდა რა. ბიძა ჩემი დარჩა ტყვეობაში, დედა ჩემის ძმა 8 წელი გვეგონა რომ საერთოდ არ იყო ცოცხალი, მაგრამ მოდიოდა ინფორმაციები რომ ერთ-ერთ აფხაზ ოჯახს ყავს. ყველა გაიქცა გიჟივით რა, გარბის ეს ჩემი ერთი მეგობარი მეორე მეგობარი მე გადავდგი თუ არა ფუნგაუს გარეთ, სადაც გაწვიმს უკვე რა. ფეხი და გავშეშდი, ანუ ტკივილმა აი რა ერთ წამში აი აქედან ყველგან გაიარა. შენ თუ აი ამ სირთულეში რაღაც ნათელი არ იპოვე და შენ თუ აი ამ მდგომარეობაში რაღაც იმედის მომცემს არ ჩაეჭიდე, ვერასდროს ვერ გაგრძელდები. აი ვერ გააგრძელებ. შანსი არ გაქვს. ირმა გოგო ესე მიყურებს და არაფარიკაობა ხომ არ გინდა სადოლოთ. მე გავარ მეთქი თინა მოიცა ხალა მეთქი 27 წლის ქალი ვარ. აი იქაც რო ავიღებ მედალს იმ მედალს ვერ შეეტრება რა, იმიტომ რომ ის ბრინჯაო იყო ჩემთვის ყველაფერი. ანუ იმ ბრინჯაომ გარდატეხა მე გავაგრძელებდი თუ არა ფარიკავის. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის გოგო, რომელიც ცხოვრებაში არაერთი გამოწვევის მიუხედავად ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მაქსიმუმი მისცეს პირველ რიგში საკუთარ თავს. პარასპორტის მოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი და ძალიან მიხარია რომ ხარ დღეს ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ხარ არაჩვეულებრივი რესპონდენტი, რომელიც უკვე არაერთხელ გითხარი დღეს რაც შევხვდით მას შემდეგ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემთვის არის ის, რომ ადამიანი როდესაც რესპონდენტს როდესაც ვარჩევ, არის გულწრფელი. ამას გრძნობს მაყურებელი და პირველ რიგში რა თქმა უნდა მე ვგრძნობ და მე დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ საინტერესო იქნება დღეს ჩვენი გადაცემა და შენი ამბის მოსმენა. ბევრი რამ არ ვიცი, რაღაცები ვიცი შენ შესახებ და მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი. მადლობა რომ მე დღეს თქვენი სტუმარი ვარ და იმედი მაქვს რომ ხო ყველაფერი წარიმარდება კარგად და ვიქნები რა ვიცი თქვენი მაყურებლისთვის საინტერესო. დარწმუნებული ვარ ამაში. მოდი დავიწყოთ შენი ამბის მოყოლა სულ თავიდან. სად დაიბადე, გაიზარდე და როგორი იყო შენი ბავშვობა? მე აფხაზეთიდან ვარ წარმოშობით, ოჩამჩირის რაიონის აფრილ ცაგერა, სადაც დავიბადე, გავიზარდე რა 7 წელი ვიცხოვრე ომამდე და ძალიან თბილად და კარგად მახსოვს ის ყველაზე უდარდელი წლები ალბათ, სადაც არაფერი ცუდი არ მახსენდება ომის გარდა, რა თქმა უნდა. 7 წელი რა პირველი კლასი დავასრულე და ძალიან მიყვარდა ჩემი სოფელი, ძალიან მიყვარდა ჩემი სახლი, ჩემი მეზობლები, მეგობრები და ნუ ჩემი ოჯახი თავისთავად პირველ რიგში. თუმცა რაღაცნაირად აღქმები, რაღაც ბუნდოვანი მაქვს მაინც წლებთან ერთად მოვიწყდება რაღაც კადრები და ხშირად ამ კადრებს გადავამოწმებ ხოლმე დედასთან, მამასთან, საკუთარ დადაძმა, უფრო დიდები იყვნენ და უფროსები იყვნენ ჩემზე. შესაბამისად, თუ რაიმე ისე ფანტაზია მგონია რომ მაქვს, ვცდილობ რომ გადავამოწმო და რამდენად რეალურად მახსოვს და მარის ხოლმე პასუხები რომ აი ეს არ ყოფილა და ან კი ირმა სწორედ გახსოვს და აი რაც სწორედ მახსოვს იმას ვინახავ ღრმად უკვე ჩემს ქვეცნობიერში. არ არის მარტივი შეგვება იმ აზრთან რომ ბავშვობა პრინციპში დაკარგულია, იქ ჩემი ფესვები დავკარგე და რაღაცნაირად არასრულყოფილების განცდა მაინც მაქვს, რომ ვერ გავიცანი ჩემი მხარე ისე როგორც საჭირო იყო. რომ ამის ფუფუნება და შესაძლებლობა ჰქონდა დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, მაგრამ არა მე, არა ჩემს ძმას და პატარები ვინც ვიყავით იმ პერიოდში. თუმცა არანაკლებ რთული იყო ფსიქოლოგიურად ჩემი ოჯახის დიდი წევრებისთვის, იმიტომ რომ გაიაზრო რა მთელი შენი ნაშენები, ხელით ნაკეთები, აი ყველაფერი თავზე გენგრევა და ერთ დღეს დასრულდა, ეს არის რაღაცნაირად ალბათ ყველაზე რთული. კი, და შენ ამბობდი რომ მახსოვს, ვცდილობ რომ გავიხსენო რაღაცები. აი, როდესაც იწყებ ამაზე ფიქრს, პირველი რა მოდის, რა გახსენე? აი, ყველაზე მძაფრად რა დაგმახსოვდა? ომი რა თქმა უნდა. არა, ომამდე. იმ ტკივილთან ეს ომამდე ბავშვობაში, აი, რაც დაგამახსოვდა და გენატრება.
რაიმე აი სუნი შეიძლება რაღაც ისეთი ვთქვა ახლა რაც დღეს ყოველს გვაკლია და უფრო დეფიციტში ეს არის ურთიერთობა ძალიან ბევრი ერთმანეთთან კომუნიკაცია ერთმანეთის სიყვარული ხარდაჭერა გვერდით თქმა იცი როგორი იყო ჩვენთან ხმა როგორი იყო იცი ნათქვამი არ გქონდა უკვე შენს დასახმარებლად მოდიოდა მთელი მეზობლების რაღაც ეს გუნდი კი იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდია რაც გამომყვა და ალბათ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში რომ მე თავარია ჩემი ცხოვრების გზაზე დავრჩე ადამიანი და უმთავრესი მოვალეობა ეს არის ადამიანის რომ სხვისი დახმარება ანუ რისთვის ვართ მე ესეთი განცდა მქონდა და ყველაზე მეტად კიდე რა მახსოვს იცით ერთი ადგილი გქონდა შემოღობილი და ხე იყო ქრისტეს სისხლს ეძახიან იმ ხეს და მან უნდა აშენებული იყოს ალოცავი მაგრამ ვერ მოესწრო და აი იქ იყო დღესასწაულების დროს ჯერ სახლში და მე უკვე მივდიოდით და იმ შემოღობილ ტერიტორიაზე ვლოცულობდით იმიტომ რომ ის იყო ჩვენთვის წარმოსახვეში ტაძარი ომი ტრაგედია ომის აშინელება ომი დიდი ტრაგედია ყველაზე დიდი ბოროტება მე ესე ვიტყვი კაცობრიობის წინაშე კაცობრიობის მოგონილი და ხო და რაც თავარია 21 საუკუნეში მართლა აღარ მეგონა რომ კიდევ იქნებოდით სხვა ქვეყნებში პრობლემის წინაშე და აი ის ემოცია გახსოვს ომის პერიოდში და როგორ წამოხვედით იქიდან ის გზა რომელიც ჩვენ გამოიარეთ ჩვენ ის გზა არ გაგვევლია სვანეთის საშინელი გზა არ გაგვევლია მაგრამ არც თუ ისე მარტივი იყო რაც ჩვენ გავიარეთ მახსოვს შიში ძალიან დიდი შიში აი რაღაცნაირად როგორი გაუცნობიერებელი შიში იცით რომ ვერ არქმევს ახალს რის გამო გეშინია ბავშვი ხარ პატარა ხარ და ხა სიკვდილის იმ პერიოდში არ გეშინია ხო ალბათ უფრო მეშინოდა რომ რაღაც საშინელი ცვლილება ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი და ცუდი ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში და მახსოვს კადრებად დილა იყო გამთენიას დედა შემოვიდა ოთახში ჩვენ ბებიასთან გვეძინა ხოლმე და გვეუბნება, ნუ ბებოს უთხრა რომ ბავშვები გააღვიძე, რაღაც არ არის კარგი სიტუაცია და ამბავი არ არის კარგი, რაღაც ხდება, ბავშვები გააღვიძე და გამზადე, არ ვიცით როდის მოგვიწევს დატოვება. ნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან რთულ რაღაცას ვიხსენებ და კი ვამბობ და ვსაუბრობ რომ აი იმის გახსენება ჩემთვის რაღაცნაირად არანაირად არ არის მარტივი, სულ ახალი ისე აქვს განცდები და თავიდან ხო ვაღებ იმ ჭრილობას და ვხსნი იმ ჭრილობას, რომელიც ნუ უკვე მაქვს დიდი ხანია და ალბათ არც არის დროს მოშუშდება. და დედამ როგორც კი თქვა მეორე შემოსვლაზე რომ კარგი რა, ცაცა ერქვა ჩემს ბებოს, ხომ გთხოვე ბავშვები აყენე და გამზადე, იმიტომ რომ უკვე რაღაც ცუდი ხდებოდა, ამ დროს გაისროლა უკვე სნარიადმა და ეს სნარიადი სად დაეცა, როგორ დაეცა და წავიდა უკვე სროლები და ხმაური და ქაოსი და კივილი, ყვირილი, წივილი, ყველაფერი ერთად დაემთხვა. აი ამ ქაოსში როგორ მოახერხა დედა ჩემო ჩვენი ვერც ვერაფერი მოახერხეთ, უფრო საღამოს საცვლებში და მაისურებში ვიყავით და უკან ეზოში მახსოვს ჩემი ყველაზე ტკბილი გემრიელი მანდარინები, როგორ იხვრიტებოდა ფოთლები რა, ტყვეებით და ეს ნახვრეტები ძალიან დიდი იმ პერიოდში ძალიან დიდად მეჩვენებოდა რა. და მეთქი აი ყველაფერი მენგრევა და რეალურად მეგონა რომ ჩემი ყველაზე დიდი რა ვიცი, წარმოდგენები ცხოვრებაზე, რაც მაშინ მქონდა 7 წლის ბავშვს საერთოდ გაცამტვერდა იმ მომენტში რაღაც ყველამ რომ აი სახლი რო შორიდან დავინახე და ვერც დავინახე ბოლომდე კარგად, იმიტომ რომ ჩვენ სახლსაც მოხდა ასაფეთქებელი და იწვოდა და ეს კვამლი დავინახე მხოლოდ ძალიან ცუდად კადრი გახსოვს რომ გაიხედე ბოლოს ძალიან ცუდად მახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ უკანა მხრით წავედით, გზაზე ვერ გადმოვედით, იმიტომ რომ ყველაფერი გზაზე იყო უკვე და ხდებოდა ყველაფერი აბსოლუტურად გზაზე, ტანკი შემოვიდა, ჯარი შემოვიდა და ანუ გზადვე იყვნენ ტყვეებად ჩვენ მეზობლებს და ძალიან რთული აღსაქმელი იყო ამის გააზრება, მაშინ მე ვერ გავიაზრე, მაგრამ დედა მიყვება და პროცესში მე ვიაზრებ მე რა დავინახე. და მახსოვს რომ ჩვენ გვერდით მეზობელი ჩვენი ნათესავი, იმიტომ რომ იქ მეზობლები და ნათესავები ვიყავით ხოლმე ხშირ შემთხვევაში.
სარდაფში დავიმალეთ, იმიტომ რომ შემოვიდნენ სახლებში და სახლებს წვავდნენ. და ვინმეს რომ არ დავენახეთ და ჩვენ სარგომხდარიყავით მათი მსხვერპლი, სარდაფში რატოღაც მოგვაფიქრდა, მასწავლებელი იყო ჩვენი მეზობელი, ნატო მასწავლებელი. ბებო მახსოვს რომ დაბრუნდა სახლში, ნახევარი პური აიღო და ჩანთა სადაც იყო იგივე აი საცვლები და მაისურები რომ გამოსაცვლელი გქონდათ. ვერავინ ვერაფერი სხვა ვერ წამოვიხდა, აი დედამაც ვერაფერი ვერ აიღო, იმიტომ რომ არავის ფიქრად აზრადაც არ მოსვლია რომ ეხლა დაუბრუნდები და ტანსაცმელს ბავშვებს წამოვხ. მე მახსოვს რომ წყლით გადავედით და ხმაური რომ არ ყოფილიყო, თან ბავშვები გროვდებოდით ნელ-ნელა, რომ სხვა სახლებიდანაც გვერდებოდნენ. ქონდათ ისტერიკა ან რაღაცა შიშიან. შიში, როგორ ქონდა და სტრესი, მაგრამ ჩვენ უკვე 7 წლის ბავშვები ვიყავით და ვიცოდით რომ ამ შემთხვევაში ხმაური არ შეიძლებოდა და გვეუბნებოდნენ რომ ჩუმად და ემორჩილებოდით. როგორ არა, ну, იმიტომ რომ ქვეცნობიერ შიშინაგანი განცდა გაქვს რომ რაღაც ცუდი ხდება და არ უნდა თუ ხმას ამოიღებ რაღაც ცუდი მოხდება. მახსოვს როგორ გავიარეთ. მაგ დროს ალბათ უცებ გაიზარდეთ, ხო? კი, სამწუხაროდ ეგრეა და პრინციპში ვერ იაზრებ, მაგრამ მე იმდენად დიდი ხდები უცებ. შენ თვითონ გიკვირს რომ საწავიდა შენი ის ბავშვობა, რომელიც უნდა გაგებო და ის გზასაც წავიდა სად დაიკარგა. ესა მივახციეთ ანუ ეზო კარდა კაროღუნდ უკანა ეზოებში და მივახციეთ სადგურამდე, სადაც მატარებელი იყო და დიდი ეშელონი იყო, სადაც ცხოველები და ძირითადად ტვირთი გადაჰქონდათ ოჩამჩირეში და იქაც ძალიან დიდი ქაოსი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა სხვადასხვა სოფლებიდან, ვინც ვერ გაასწრო, აქეთ გამოვიდა და ამ ეშელონს ელოდებოდა, რომ დატვირთულიყო და ნელა ჩუმად უკვე ოჩამჩირისკენ დაძრულიყო. და ნუ იქაც სტრესი ის იყო, რომ მამი და ჩემი ნექტანი იყო და საავადმყოფოში დარჩა, გულირიფში საავადმყოფოში და არ უყავდა გვერდით, მამა ჩემი აკობში წავიდა და იქ იბრძოდა და მოკლედ დედა გახდა ცუდად რომ მოვიკითხეთ მამიდა და არ იყო მამი და ნუ ძალიან ცუდად გახდა დედა და შესაბამისად მე ინფორმაციები მოვიდა რომ იყო საავადმყოფოში კარგად არის და ასე შემდეგ და დავიძარით ყველა გალისკენ. გალში გაგვანაწილეს. დედა ცუდად თქვენთან ერთად იყო. ჩვენთან ერთად იყო კი დედა, მაგრამ მამიდა და მამა არ იყვნენ ჩვენთან ერთად. გალში როგორც ჩავედით, გავნაწილდით 10 დღე ვიცხოვრეთ გალში, სანამ გალამდე მოვიდოდა ეს ყველაფერი და ძალიან მაგარ ოჯახში მოვხვდით. ძმების ოჯახი იყო, აი არ ვიცი, არც სახელი მახსოვს, არც სახეები აღარ მახსოვს, იმიტომ რომ მე მგონი სტრესის ფონზე ყველაფერი მივიწყებას მიეც, აი მავიწყდება რაღაც ცუდი მომენტები, ალბათ ქვეცნობიერს აქვს ეს ფუნქცია ჩემსაც, რომ მძიმე და ძალიან მძიმე სტრესის ფონზე აღარ მახსოვს დეტალები და მაგრამ მახსოვს სიტუაცია, როცა დედა იყო ძალიან მორიდებული და ეხა სხვასთან სტუმრად, თან ომის პერიოდია, ვინ აღგიქოს სტუმრად ხარ ჩვეულებრივი დევნილი გამოგაგდეს შენი საკუთარი სახლიდან და მახსოვს რომ ძალიან კარგად შეგხვდნენ და ყოველ დღე ისეთ სუფრებს გვიწყობდნენ ხოლმე. მე როდესაც 10 დღე გავიდა ჩვენი ქვეყნის, მაგრამ სხვა მხარეში გადმოვედით, ჩვენ ძირთად დავრჩით წყალტუბოში, დასავლეთში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სანატორიუმში ახალი იყო ყველაზე აშენებული სანატორიუმის სამგურალი, როგორ მახსოვს რა დამავიწყებს და იქ დაიწყო უკვე სხვა ეტაპი ჩემი ცხოვრების, ჩემი ოჯახისთვისაც საერთოდ რთული, საკმაოდ მძიმე პროცესები, იმიტომ რომ ყველაფერს რომ კარგავ, არ არის მარტივი თავიდან დაწყება ცხოვრების და თან დაწყება ცხოვრების ისა რომ არაფერი არ გიჭირავს ხელში. არ იცი როგორ გააგრძელო, არასამსახური, ქაოსი ქვეყანაში, არეულობა იყო ქვეყანაში და სამი შვილით ხო. თან დედისთვის განსაკუთრებით რთულია. მამა ნუ მაინც ხო, მამამ პრინციპში მე მიგრაციაში წავიდა როგორც მოხერხდა საკუთარ ქვეყანაშივე გავხდით დევნილები და არაფერი არ გქონდა აბსოლუტურად. იყო მოწყალებაც, ნუ რა გვიქნა, ნუ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან ცუდია გასახსენებლად და რომ ვიხსენებ არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ხო, ბევრჯერ გვშიოდა.
ბევრჯერ გციოდა სანატორიუმში ის ერთი ოთახი, სანამ ვადაპტირდით და სანამ ნორმალურად გავიაზრეთ ის, რომ აქედან ვიწყებთ ცხოვრებას და სხვა გზა არ გვაქვს, არაფერი არ შეიცვლება. ხო, ბიძაჩემი დარჩა ტყვეობაში, დედაჩემის ძმა. 8 წელი გვეგონა რომ საერთოდ არ იყო ცოცხალი, მაგრამ მოდიოდა ინფორმაციები, რომ ერთ-ერთ აფხაზ ოჯახს ყავს ამუშავებს, დაჭერილი ტყვედ და იმ იმედით არსებობდა დედაჩემი, რომ ჩვენიერ დღეს ჩემი ძმა დაბრუნდება და მახსოვს დედაჩემის ჩუმი ტირილი ღამეების განმავლობაში და ხშირად მეკითხებოდი ხოლმე არ ვიცოდი რატომ ტიროდა და ჩემი ბავშვური ემოციები დე რატო ტირი და აი არ ვიცი და მიხსნიდა მე რომ აი ჩემი ძმა და მეც ვტიროდი დედასთან ერთად თქო ნუ სოლიდარობის ნიშნით იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი სიმძაფრეს თუ რამდენად უჭირდა იმ მომენტში გააზრება იმისა რომ საკუთარი ძმა საკუთარი სისხლი და ხორცი არ იცის სად არის ვისთან არის და როგორ არის და 8 წლის შემდეგ არ ვიცი როგორ მაგრამ ერთ-ერთი აფხაზი ქალის დახმარებით გადმოვიდა გადმოკვეთა საზღვარი და 8 წლის შემდეგ დაგვიბრუნდა ჩემი სახლში და ეს იყო წარმოუდგენელი მოვლენა და რავი ის სიხარული ალბათ არაფერს არ შეედრება და სამწუხაროდ დღეს აღარ არის ბიძაჩემი ცოცხალი იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადება განვითარდა ცემის ნიადაგზე ტყვედ რომ იყო და ნუ რამდენიმე წელი იცხოვრა ცოცხლა ჩვენთან ერთად და ესე გაგვახარა და გაგვახალისა მისი არსებობით მაგრამ სამწუხაროდ მე უკვე დაგვტოვა და მაინც ის განცდა არ დარჩა დედაჩემს რომ ვერ ნახა თავის ცოცხლში ძმა. აი ამ რთულმა გზამ ბავშვობის ამ ყველაზე მთავარი ხა დღეს რო ფიქრობ რა მოგცა? გამძლეობა, ხო? არ გავტუტუცდი როგორც ადამიანი. აი ხო ცუდად თქვამია, მაგრამ არ გავყოყოჩდი რაღაცნაირად არ ვარ ამპარტავანი, ვისწავლე ყველა დეტალის ფასი, ღირებულება, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რატომ იყო მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ბოდიში და აი დედაჩემის ის თაფლიანი ნამსხარი ყოველ დღესასწაულზე ყველაზე ძვირფასი და გემრიელი და რატომ არ არის დღეს რაღაც ყველაზე ვაუ ფრანგული რაღაც ნამსხარი. იმიტომ რომ ის პროცესები რაც გავიარე იყო ყველაზე კარგი გაკვეთილი ცხოვრების როგორია არ შეეპო, არ შეგო, არ გაბოროტდე და როგორც ბავშვი ბავშვურად გაიარო ის პროცესი რა იმ ფსიქოლოგიით გაიარო კი მართალია გავიარეთ გავიზარდეთ უცებ მაგრამ მაინც ცალკი ვიყავი მაინც რაღაცნაირად აქტიური ბავშვი ვიყავი და კი ვერ დაიჯერებს ვერავინ მაგრამ ძალიან მენატრება ის პერიოდი როდესაც ბავშვი ვიყავი ცუდად არ ვსწავლობდი კარგად ვსწავლობდი მიუხედავად იმისა რომ ჩანთაც არ მქონდა პირველი პერიოდი და პარკებით დავდიოდი სკოლაში და მახსოვს რომ დედა სანამ მიგრაციაში წავიდა და ეს ფეხსაცმელი ლაკის ფაქტურა ჰქონდა ფეხსაცმელს ზამთარ ზაფხულს ეს გვეწვევდა რომ ერთი ჰქონდა არ ჰქონდა მეტი ახლა და ჩემი ზომა რომ იყო მადლობა ხვეც და ზამთარში და ეს რაღაცები აი ბევრი ეს არ მთრგუნავდა უფრო სოციუმის დამოკიდებულება იმიტომ რომ ვისაც ანუ ხო იყო კლასების მიხედვით ახლა ფენების მიხედვით განსხვავება იყო და მაინც დაქცინოდნენ ახლა ბავშვები არ იყო რა იმის აი შენ ეს როგორ თქვა ახლა ბავშვი იყო და რასაც ხედავდა საზღვრავდა იმით და ხშირად ყოფილა რა თქმა უნდა ეს განხილვის თემა, დაცინვის თემა, მაგრამ რომ გითხრათ რომ ეს მთრგუნავდა რომ არ მქონდა, არა მთრგუნავდა ის რომ არ მქონდა და შენ დამცინოდი ამასთან დაკავშირებით რა და ხო მძიმე იყო ახსაქმელად და ერთხელ დედასთან მოვედი და ვუთხარი ჩანთა მაინც მიყიდა მეთქი რა უკვე დამცინიან ამ პარკით ხო და მაშინ დედის წარმომადგენია დედის მდგომარეობა ხო ხვდებით რამდენ დედას ჰქონდა იგივე ტექსტი აი თავში აზრად რომ აი ჩემი შვილი დღეს მოვედა ამას მეტყვის ან ახალს მეტყვის რამეს რა მაშინ ვერ ვიაზრებდი თუმცა ფეხსაცმელშიც პარკებს გვაცმევდნენ რომ არ დაგვსვლებოდა ფეხი ზამთარში. ის როცა არ ივიწყებ ამას, რაც გაიარე და ამას მიიღებ გამოწვევად და გამოცდილებად, ეს უკვე გაქცევს ძლიერ ადამიანად და კარგ ადამიანად ალბათ მე უკვე ცხოვრებაში. როცა არ შეგეშინდება იმ რეალობის შეხედვა. მე ჩემი ოჯახის წევრები როგორ გადიოდნენ ამ გზას, იმას უყურებდი ხო, ჩემთვის სარკე დედა იყო, მამა იყო, ჩემი უფროსი
და ძმა იყო და რა თქმა უნდა მამიდა რომელმაც აი ესე მსხვერპლად შეგვწირა თავი ადგა და წავიდა საერთოდ წავიდა ემიგრაცია ახსენე და ეს არის ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი თემა არის და ძალიან ბევრი ქართველისთვის დღევანდელ რეალობაში სამწუხაროდ. რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად დედა წავიდა ემიგრაციაში? დედაზე გეკითხა. 13 წლის ვიყავი და ყველაზე გარდამტეხ ასაკში, იმიტომ რომ 16-ის ვიყავი რომ ჩამოვიდა და იმ ხელა გოგო დავხვდი უკვე. პირველად როდესაც გაიგერო, დედა აპირებდა წასვლას. პროტესტი ჰქონდა. ეს ემოცია როგორი გქონდა და როდესაც გააცილე ის დღე თუ გახსოვს? როგორი ემოცია იყო თავიდან მეგონა რომ ყველაზე დიდ უსაფრთხოებას მაშორებდნენ. ანუ დედა იმ ჩემთვის იყო რაღაც საფარველი იმ მომენტში. ყველა ფერში აი დედა ფიგურირებდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და არის რა თქმა უნდა, მაგრამ იმ პერიოდში განსაკუთრებით რომ გიჭირს იმ პერიოდში რა. ბევრი ცუდი რამე მithქვავს, რომ ჩამოვიდა პირველი რას ელოდებოდა დედა ჩემგან, რომ აი დერისი გაკეთება ისწავლე, უკვე დიდი გოგო ხარ, ჩვენ შოკში იყო, რომ მალე გავიზარდე. მაშინ არ იყო ვიდეოზარები, მაშინ იყო ტელეფონი ჩვეულებრივად სახლის და ისევ საუბრობდით ერთმანეთში და ანუ ეს გვიწევდა კვირაში ერთხელ შეიძლება გვესაუბრა და იმდენად დიდი იყო მონატრება და მე გაბრაზებაც, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რის გამო იყო წასული რომ ჩვენ არ მოგშიება და ჩვენ ანუ კარგი ჩანთა გქონდა და სკოლაში კარგი ჩანთაზეც არ არის მარტო იმიტომ რომ საჭმელიც კი პრობლემა იყო ამ პერიოდში და დედამ თავი მსხვერპლად გადადო იმისთვის რომ საკუთარი შვილების გარეშე საკუთარი შვილები ბედნიერები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ფინანსურ მხარეს გულისხმობ მაგრამ ამ დროს ხომ დედაშვილობის რაღაცა ირღვევა არ წყდება რა თქმა უნდა სისულე მაგრამ ირღვევა რა და მე უკვე რომ გავიზარდე ალბათ უფრო მერე გამოჩნდა იმიტომ რომ მერე პროცესში მიჭირდა კომუნიკაცია მერე პროცესში მიჭირდა რაღაცების მოსმენა გადაჩვეული ვიყავი დედას ხვდები როგორია რომ გადაეჩვიო დედას და ეს იმდენად რთული იყო ასაღიარებლად რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი რომ რაღაც ჩემი ადამიანია დედა არის და აი რატომ მე უხერხულება რაღაცები აი რატომ ეხამშებ არ მქონია ეს წამიერი იყო რა თქმა უნდა და ერთ დღეში უკვე დედა მიბრუნდებოდა რეალურად ქოცნობიერში როგორც დედა ჩემში არაფერი არ შეცვლილა მაგრამ როგორც მოზარდი მე თვითონ რაღაცა ჭიდილი და ბრძოლები მქონდა საკუთარ თავთან და დამოუკიდებელი გავხდი უფრო ნახე როგორ იცი რომ მიჯაჭვულობა აღარ მქონდა დედაზე მონატრებისგან რომ იღლები ესეთი რაღაც დამემართა რაღაცნაირად მივეცი დინებას იმის საშუალება რომ მიმეღო მოცემული სიტუაცია სხვა გზა არ იყო და არ გავბრაზებულიყავი მდგომარეობაზე და არა დედაზე რა მდგომარეობაზე გავბრაზებულიყავი უფრო ვიდრე დედა ჩემის გადაწყვეტილებაზე რომ ადგა და წავიდა 18 წლის იყავი როდესაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შეგექმნა ხო 18 წლის ზუსტად სწორად ვიცი 18-ს 19-ს გავხდი უკვე აი რა იყო ეს და როგორ მიიღეს რა იყო არიცი ეს ნახე 18 წელი ვიცხოვრე ისე რომ ყველა დაბრკოლების მიუხედავად ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი ერთადერთი რაც პრობლემა შეიძლება მქონდა ცხოვრებაში იყო გავცე რაღაც სუსტი იმუნიტეტი მაგრამ არც ეს არ ყოფილა ხშირი პრობლემა ხო ხვდები აი ძალიან მოძრავი მართალია გამხდარი გოგო ვიყავი ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი 18 წლის ჩათვლით მაგრამ აი რაღაცნაირად ჭამა კარგი ჭამა მიყვარდა და რავი ძალიან მოძრავი გოგო ვიყავი მსგავს საშიშროებას არავინ არ ველოდებოდით ხა ჩემი ჩათვლით რა საერთოდ ირგვლივ არავინ ოჯახს აი როგორ დაიწყო და რამდენად სწრაფად მოხდა ის რომ 2 წლით ადრე დაიწყო ერთხელ ჩვენმა სამეგობრომ გადავწყვეტეთ რომ წავსულიყავით დასვენებლად ვიყავით ბობოყვათში ცირში და ანუ ციკლის დროს მქონდა რაღაც შემეცვალა რა შეგრძნებები და პროცესი ისე განვითარდა რომ მეგონა რომ ფეხზე შემცივდა და გარეთ ვიყავით ბუნგალოში და კარტს ვთამაშობდით ბავშვები ვერთობოდით და უცებ რაღაც ამინდი შეიცვალა ქარი ამოვარდა აი დაინგრა ყველაფერი წვიმა დაიწყო და სხვის პირეთს ქალაქებს როგორც ჩვევია ეგრე და
მეც ვიფიქრე რომ ბავშვობა დროს გავესწროთ სახლში, სადაც თბილად ტკბილად ჩაის მაინც ჩაუჯდებით, რაღაც ვუყურებთ, იქ ვითამაშოთ სითბოში და აი ციკლი მქონდა და ანუ ყველა გაიქცა გიჟივით რა, გარბის ეს ჩემი ერთი მეგობარი მეორე მეგობარი მე გადავდგი თუ არა, აი ფუნგაუს გარეთ, სადაც გაწვიმს უკვე რა. ფეხი და გავშეშდი, ანუ ტკივილმა აი რა ერთ წამში აი აქედან ყველგან გაიარა გულმკერდიდან და აი ერთ ხმარს ვერ ვიღებ აბსოლუტურად. ბავშვებს მგონია რომ ხმალა ვეძახი და ვერ ვეძახი და მელოდი და ესე და ვერავის ვერ მივაწვდი ნახმა, იმიტომ რომ ჭექაქუხილი იყო, აი სერიოზულად არა ვიდექი გაშშავლა მაწვიმდა ერთ 5 წუთი სერიოზულად გავიწუწე თავიდან ბოლომდე და მე ერთ-ერთი ჩემი მეგობარი შემაბრუნდა უბრალოდ დამინახა და ბავშვებო ირმა ვერ მოდის დგას და ნუ ჯერ გაუცებისგან ვერ მოვიდნენ ბავშვები აზრს ჩემი მეგობრები და რატომ დგახარ რაღაც მივედი ვერ ტკივა და ანუ მე გაიარა რაღაც ხელში ამიყვანეს და აი ხელით მატარეს სახლამდე და მივედით სახლში, არაფერი არ მომხდარა, ცხელი აბაზანა მივიღე, შევიფუთე კარგად, ჩაი გავიმზადე და აივანზე გავედი ტელევიზორს უყურებლად და ღამის სადღაც 8 საათზე დაიწყო ჩემი კოშმარი, მткиოდა არ ვიცი რა კონკრეტულად ყველაფერი მткиოდა და ვერ ვიჩერებდი ტკივილს და ღმერთს ვახვეწებოდი რომ წერტილი მაინც მაპოვნინე, სადაც პოზას მივიღებ რომ არ მეტკინოს და ცოტა წამით მაინც არ მეტკინოს, მართლა არ ვიცი რა მткиოდა, აი თავიდან, აი აქედან ფეხის თითამდე ყველაფერი მткиოდა. ოღონდ მткиოდა გაუჩერებლად და მткиოდა საშინლად. პირველი შეტევის შემდეგ შემეცვალა ციკლის დროს ტკივილები, არ შეიძლება ვინმესთვის მნიშვნელოვანი იყოს და მაგიტო ვაკონკრეტებს ხაზგასმით რომ ვერ ვდგებოდი საწოლიდან პირველი 2 დღე რომ მომდიოდა პერიოდი და აი კვდებოდი და ნემსის გარეშე, გამოყოჩებლის გარეშე საერთოდ ფეხს ვერ ვდგავდი საწოლი. ის რაც მქონდა იყო კეთილთვისებიანი სიმსივნე ზურგის ტვინიდან აღმოცენებული ზუსტად ზურგის ტვინიდან ხერხემალზე და რამე არა იმ ზურგის ტვინიდან და მერე იყო უკვე ესე მოდებული იყო ხერხემალზე მალებზე და 2 წელი უბრალოდ თავი იჩინა, თორე რეალურად რო დაითესა 2 წლის შემდეგ ამ მდგომარეობის განვლილი შეტევის შემდეგ ყველა კვლევა ჩავიტარე, მაგრამ ხერხემალზე არავინ იდეაში ყურადღებას არ ამახვილებდა და საბოლოო ჯამში 2 წლის თავზე ტერფიდან დამეწყო დაბუჟება ტერფის ვეღარ. მანამდე ჩაუბრალოდ გადაადგილდებოდი ხო შეტევა. უბრალოდ ტკივილები მქონდა ციკლური პერიოდის დროს და იყო რაღაც ჩართვები რა. რაღაც აი პროცესები იყო, აი მივდივარ წყალტუბოდან ქუთაისში მარშრუტკით და ჩამოვდივარ მარშრუტკიდან და არაფერი ბარიერი წინაღობა არ მაქვს წინ და უცებ ვიკეცები და ვეცემი რა და ეგრევე ვდგები. და ნუ მეც ვერ ვასწრებდი გააზრებას, რატომ ანუ აკეთებდა ჩემი ორგანიზმი ამას. წინან ვეძებდი რას, ეხა ფეხი არც სუსტად არ გრძნობდი თავს. არა. უბრალოდ იკეცებდი. უბრალოდ ანუ რაღაც ითიშებოდა სახსარმამოძრავებელი და ნუ ეს ზურგის ტვინზე იყო, იმიტომ რომ თან იყო მარცხენა მხარეს უფრო და მარცხენა მხარე კეტავს უკვე მარჯვენა სახსარმამოძრავებელს და დედაჩემის დროსაც დამემართა, ჩამოვიდა დედაჩემი რაღაც მე თან ცოტა ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ არ ვსაუბრობდი თუ რამე პრობლემა მქონდა. ანუ ამას ჩემთვის ვინახავდი და ძალიან გადამივიდა ბოლო პერიოდში სიარულში რა, ანუ მეტყობოდა რომ უკვე რაღაცას კოჭლობდი და ვერ ვადგავდი ფეხს ისე როგორც საჭირო. შენდაუნებურად თუ შენდაუნებურად, იმიტომ რომ ფეხს ტერფს ვეღარ ვგრძნობდი და ანუ აი ეს განცდა არ მქონდა რა. აი მე რაღაც ფეხს ხო ვგრძნობდი მთლიანად, აი ტერფს ვერ. აი ესე თიც ჩქმაიტას ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ტერფის თიცზე, თავიდან თიცზე დაიწყო დიდი თითი. აი იქიდან აიწყო ყველაფერი, რომ აი თიც რომ ვერ ვგრძნობდი, ნელ-ნელა წაიღო ტერფი, წაიღო მუხლამდე, წაიღო ბარძაყამდე. მაგრამ ეს იყო პროცესი. დედაჩემი რომ იყო ჩამოსული ერთხელ დავეცი და დედაჩემი თქვა, კარგი შვილო გაიხედე წინ, იმიტომ რომ ბორდიურზე ფეხი ვერ ავწიე. ანუ ჩამოეკიდა გაითიშა და სასმელი გაზიანი სასმელი მეჭერა ხელში და ეს ცალკე გადავარ და მე ცალკე დავეთხლში დედაჩემი შოკში იყო რა გჭირ შვილო. მეთქი უერაფერი ვერ დავინახე. არეულებოდი ის პრობლემებიც ჰქონდა. რატო არ გენერიულებინა? ალბათ.
და ალბათ მეც არ გავიაზრე სერიოზულობა ვერ აღვიქვი რა პრობლემის და ხო, ეს იყო წინაპირობა. დროულად არ მგონია, მაგრამ დროულად შეიძლება ყოფილიყო რომელი სიტუაცია იცი განმსაზღვრელი. ახალგაზრდა ორგანიზმი, ანუ ბავშვის ორგანიზმი უფრო სხვანაირად ებრძვის ამას და უფრო მეტი აღდგენის საშუალება და შანსი ვიდრე უკვე მერე რა. თორე სიტუაცია, ანუ ოპერაციის მერე იგივე იქნებოდა. ოპერაცია რამდენ ხანში დაგინიშნეს აი ამ ყველაფრით? 2 წლის შემდეგ რა 3 თვით ადრე ოპერაციამდე დაიწყო 2 თვის განმავლობაში მიხონდა მარჯვენა ფეხი, ანუ შეგრძნებების მხრივ და საბოლოო ჯამში საერთოდ დაეკიდა. მაგრამ სიარულით დავდივდი, იმიტომ რომ დავათრევდი ცალფეხს, აი ესე მივათრევდი და მახსოვს ჩემო მეზობელმა მითხრა რომ რაღაც შენ სიარული არ მომწონსო და ერთი დღე ვიმუშავე სარკეში სიარულის მანერაზე. აი ხო შეიძლება უბრალოდ აღიარო რომ პრობლემა გაქვს რა. არ ვიცი, მეთქი რა პრობლემა უნდა მქონდეს, ახლა არაფერი არ არის. შენ სარკის წინ რატო აკეთებდი მაგას? არ ვიცი რომ ვინმე არ შეემჩნია რომ არა სტანდარტულად დავდივარ. ხო, ანუ შეცოდებაც არ არის. ალბათ ხვისთვის არ მინდოდა მეჩვენებინა რომ პრობლემა მქონდა. ხო, ანუ ეგ არის. ხო და შეცოდებაც არ არის. რაღაცებს ემოციებს მალავ თუ არ მინდა რომ შევეცოდოთ იზრუნონ. ხო, აი, ხო, შეიძლება. ან არ ბანერვიულო შევაწყო, უფრო ეს იყო ჩემში. იმიტომ რომ არ მეგონა რომ შესაძლებად მქონდა საქმე. უხეშად რო თქვა შეიძლება ეგეც არის. შენს ქვეცნობ ერთად რო დაგხვდეს. შეიძლება დავბჯდე. მე მაგალითად ძალიან არ მინდა რომ ვინმე მეწოდებოდეს და ვინმეს ვეწოდებოდე. ვინმეს ვაწუხებდა უფრო არ მინდა, რომ არ მინდა ვინმეს ვეწოდებოდე, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მომენტში არ მქონდა ეს საფუძველი, ხვდები? ალბათ უფრო ვაწუხებდე, არ მინდოდა, ეხლა ვიღაც შემეწუხებია ჩემი რაღაც მიზერული პრობლემით, რა. და თურმე მიზერული კი არა, სად ვყოფილვარ და სად ვცურავდა. და მე ოპერაცია მე იყო დედა აქ არ იყო, დედას არ მომხელდით, ბოლომდე არ გავუმხილე. იმიტომ რომ შორსი იყო და ძალიან ცუდ რაღაც გავაკეთე, მაგრამ მე მეგონა რომ თავის ნერვულ სისტემას გავფრთხილდებოდი და თვითონ დღემდე ძალიან ცუდად არის განწყობილი რომ ჩემ შულთან როგორ არ მომეცი საშუალება. მე ხარ როგორც დედა გეუბნები, ხო, ვიცი, მე ხო ჯერ დედა არ ვარ, მაგრამ რეალურად გავითავისე რასაც გულისხმობ და კარგად ვერ, ალბათ იმიტომ რომ შვილი არ მყავს, მაგრამ დედა არ ვარ ჯერ. თუმცა მისი გადმოსახედიდან ძალიან კარგად მესმის, რასაც გულისხმობს და მეც ალბათ იგივეს ვიტყოდი და იგივენაირად გავგიჟდებოდი და ისე ავყრიდი, რა ვიცი, დავცოფავდი უბრალოდ. ძალიან დიდი ხანი ჩემდას და მამიდას არ ესაუბრებოდა, საერთოდ არ ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ თქვენ დამემალეთ ამ დროს მე ვთხოვე იმათ, რომ არ ეთქვა დედისთვის და ნახე რა პროცესი იყო, პერიოდი იყო იმისა, რომ ბარათს საბუთს აკეთებდა რა. და საბუთის შემთხვევაში ხშირად პრობლემა წავიდოდა და ჩამოვიდოდა. და არ შევქმენი პრობლემა, ანუ ამ ჩემი გვერდითი ოპერაცია რო დაგინიშნეს, მას არ გააგებინე და რაზე ვიკეთებდი ოპერაციას. უთხრეს უბრალოდ ოპერაციის შემდეგ, რომ დედა ჩემმა დამუთხრა გილოცავ, რომ შვილი გადაგირჩაო და აი მანდ გაგიშდა. და საერთოდ არის მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვიცოდი შედეგი რომ ეტლი იქნებოდა და პარაპლეგია რა, ჩემი. არ ვიცოდი, მამა ჩემმა იცოდა მარტო და ისიც აზზე არ იყო, რომ პარაპლეგია რა იყო, უბრალოდ იცოდა რომ ეტლით მოსარგე, მაშინ ხო ინვალიდი იყო რა, ტექსტი. ტექსტუალურად სიტყვა ტერმინოლოგია ეს იყო მარტო, ინვალიდი, ხეიბარი და ასე შემდეგ და მამა ჩემს უთხრეს რომ ვერ გაივლისო, მაგრამ ცოცხალი დაგრჩებათ და თუ არ გაუკეთეთო მოკვდებაო. შენ როდის გაიგე ეს? მე გავიგე 6 თვის შემდეგ. დაახლოებით რომ მივედი მეორეჯერ ანუ მე ჩემოწმებაზე ჩემს ექიმთან მეთქი ახლა ზღაპრების ლაპარაკს მოვრჩეთ თქო და ძალიან მაგარი ნეიროქირურგი მყავს და მეთქი პირდაპირ მითხარი თქო რა ხო და რაღაც დეტალები ჰქონდა ესე ძორ ჩაგაწვეთებან ხო იცი საავადმყოფოშიც მითხრა რომ კაიკაც 3 თვე და ფსიქოლოგიურად აქტივერ თავენ როგორია რომ გაიღვეძებ 18 წლის გოგო 19 წლის გახდი და უცებ გეუბნება ვიღაც რომ იცი რა ვერ გაივლი და მე როცა გითხრა და მითხრა არ გეუბნებიან მაინც გადაჭრით ნახე როგორ მითხრა დაახლოებით 8 წელი რეაბილიტაციაზე დაგჭირდებაო და მე შოკში იქვე ჩამოვარდი საწოლიდან და 8 წელი დაგჭირდება რომ ნაბიჯი დადგაო ანუ არ უთქვამს რომ ვერ გაივლი უკვე ნაბიჯი დადგა ის ნიშნავს რომ მე უკვე გავიარე ჩემს გონებაში თუმცა მიგულისხმებოდა რომ დადგე ხადულკებით და აი რაღაც გადაადგილების საშუალებებით და მოკლედ მაინც იმედი მომცა იმისა რომ 8 წელში აი კარგი რეაბილიტაციის შედეგად შეიძლება გაიარო
და ეს მაინც მქონდა და აი ბრძოდი და რაღაც ძალიან რუტინულად მიყვებოდი ვარჯიშებს, მაგრამ იმედი გაქვს, იცი? ხო, მაგრამ აი ამ 8 წლის განმავლობაში ხომ უნდა იცხოვრო. აი ეს როგორ მიიღეს მოცემულობა და რამდენ ხანში მიიღე ეს მოცემულობა, თავიდან ვერ მივიღე. ცხოვრება რომ ძალიან გამიჭირდა, მეგონა რომ საერთოდ ყველაფერი დასრულდა. ხო. და მქონდა ანუ ეს და ყველაზე მეტად რატომ ვნერველობდი, იმიტომ კი არა რომ ვერ დავდიოდი. იმიტომ რომ ვიღაცაზე დამოკიდებული გავხდი. და ეს იყო რაღაც ყველაზე მძიმე ტვირთი ჩემთვის. რამდენი ხანი გქონდა ეგ მომენტი? დიდი ხანი, დაახლოებით 4 წელი მქონდა, რომ აი მე ძალიან ცუდი გოგო ვიყავი, ეს მარტო ერთი ემოცია ხო არ არის და მარტო ერთი ფიქრები. მქონდა როგორი სიტუაცია, რომ დედაჩემი ჩამოვიდა რა თქმა უნდა და ჩემთან იყო და მე პერიოდულად ვუშვებდი ხოლმე და ჩემთან რომ ფინანსურად უკვე მჭირდებოდა ხვდები, დედის თანადგომა გვერდით დგომა მჭირდებოდა და დედას ჩემთან ყოფნა უხარავდა იმ ხრივ რომ ვუვლი ჩემს აი ეს რაც ვერ ვიყავ იმის გვერდით, რაც დამაკლდა, რაც წამართვა ემიგრაციამ, აი ახლა ამოვიღებ და ძალიან უბედური იყო დედა იმ პროცესებში, იმიტომ რომ ასეთ შვილს არ ელოდებოდა, ხვდები, ძალიან რთული იყო მისთვის გაცნობიერება, რომ მასაც არ ელოდებოდა ყველაფერთან ერთად. გაცნობიერება, რომ თავის შვილი ეტლით მოსარგებლე, უცებ ეს მოძრავი, მოხტუნავე გოგო უცებ სადღაც ჩაუმჩნდა და აი თან იცი რა არის 19 წლის ასაკში ადამიანები იწყებენ სერიოზული ცხოვრების დაგეგმვას. მიზნები ყველაფერი უცებ ჩამომეჭრა. ან უფლება მეგონა რომ წამერთ. რადიკალურად უნდა შეცვალოთ ცხოვრება, ხო, ფაქტიურად რაღაცა? კი, თუ ძალიან მაგარი არ ხარ და ირგვლივ ყველაფერი ხუთიანზე არ გაქვს და უცებ თავში არ დაგარტყავს, რომ მე რა მივიღებ, რომ არ ხდება ეგრე. არა, მგონია რომ მაგასაც იტყვებიან ინტეგრირებას. მეც მგონია რომ ვინც ამბობს რომ აი ეს გზა, ეს ეტაპი უх ჩემთვის მარტივი იყო, ეს არის სულელი. თუ ამას ამბობენ, დღემდე უჭერთ და თვლიან რომ არ შეიძლება იქნება უბრალოდ არ უნდათ რომ მიიღო. რა მარტივი ეს არის ყველაზე რთული გზა, როცა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იცვლება და ყველაზე რთული რა არის? ჩემ შემთხვევაში ვთქვი რომ სხვაზე დამოკიდებული გავხდი და პირველ რიგში ეტლზე დამოკიდებული გავხდი რომ ვერ გადავადგილდები და მეორე ყველაზე რთული არის გააზრება იმისა რომ რაღაც ფუნქციები იცვლება შენს ორგანიზმში, რაღაცები ვერ აღდგება, რაღაცები აღდგება. ყველაზე რთული პროცესია უროლოგიური პროცესი, ამაზე ხომ არ საუბრობენ ხშირად და ეს რაღაცნაირად ხო, სულ რაღაცნაირად ისე რჩება რა, მაგრამ ძალიან ბევრი ფიზიკური პრობლემა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ მთელი ცვლილებები ხდება ორგანიზმში, მეტაბოლიზმი იცვლება, აქ საერთოდ სისხლის მიმოქცევა რთულდება, ძვლები საერთოდ გეცლება ვიტამინი, კალცი აღარ, ან ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგები, მაგრამ ამ ფიზიკური პრობლემების პარალელურად გაქვს სოციუმთან მიუღებლობის პარალელურად. აი ყველაზე მიუღებელი რა არის ხოლმე შენთვის? აი თუ არის დღემდე კიდე ეგრე. დღემდეც იცი რა, მე მივიღე ჩემი მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. საზოგადოებისგან რა გაბრაზებს ყველაზე? აღარაფერი აღარ მაბრაზებს, დაიჯერებთ აი. არაფერი აღარ მაბრაზებს, იმიტომ რომ გავიაზრე რა, შენ როგორც ადამიანი, რომ გაიაზრებ, რომ აი აქ ხარ და აი ეს გინდა აკეთო. და იცი რომ დარწმუნებული ხარ ამ საქმეში ხარ პროფესიონალი. და იცი რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მიუხედავად იმისა, სხვები რას ამბობენ. შენ ხომ არავის აღარ გაბრაზდები ვიღაც რა იტყვის. შენ ხო დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში. მე როგორც კი მივიღე ჩემი პრობლემა და აი ეს გარდაუქმენი ჩემს გამოწვევად ამ ცხოვრებაში და არა პრობლემად. და არა რაღაც შეზღუდვად, პირიქით დამხმარე დეტალია, რომელიც მეხმარება გადავადგილოთ. აბა ამის გარშე სად წავალ, ვერსად ვერ წავალ. როცა ჩემი სხეული, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში წავს ქვემოთ უმოძრაოა, ძალიან რთულ პროცესებს გადის, ძალიან ბევრი საშიშროება და რისკია ნაწოლების, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ერთის არ მქონია და იმიტომ რომ ვუვლი, იმიტომ რომ საჭიროება მთხოვს ამას და ბევრი რამის სწავლა გვიწევს ძალიან რთულ პროცესებთან ერთად და რაღაცნაირად შენი სხეულის ექიმი შენ თვითონ ხდები, კარგად იცნობ შენს ორგანიზმს, ეცნობი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და როგორი რაღაც ხდება იცი რომ როდესაც
უარყოფა მიდიოდა ჩემი მხრიდან და როდესაც მეცოდებოდა საკუთარი თავი და ყველაზე ცუდი რაღაცაა. კი, აი საშინელება რო გებრალება საკუთარი თავი. რასაკეთებ? იწყებ манипуляციას სახლში. იცი როგორი ცუდი манипуляტორი გოგო გავხდი სახლში. აუ, დედაჩვის მომიტანე ის ეს არ შემიძლია, ეს არ შემიძლია. ანუ ეხლა ხუმრობის დონეზე შეიძლება რაღაც ვიხუმრო რა манипуляციის და მაშინ რეალურად ესე ვფიქრობდი და მაშინ რეალურად აი ძალიან ხო არ გავბოროტებულ ვარ, მაგრამ ეგოისტი. აი როგორი ეგოისტი გავხდი, იცი და მე მოვინდო მე რაღაც სარეაბილიტაციო ცხოვრების უკრაინაში ეხლა უკვე რუსეთმა წაიღო სარეაბილიტაციო დავდიოდი ყირიმში მახსოვს ძალიან კარგი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური წინსვლები მქონდა იმ მხრივ რომ სხვადასხვა კომპლექსები მენტალური და სხვადასხვა შეზღუდვები ფიზიკური აი გადავახე აი ვისწავლე როგორ შევჭიდებოდი ვიპოვე საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში მე ვიპოვე ჩემი ადამიანი ამ მდგომარეობაში ვიპოვე ჩემი გზა ვიცი რა მინდა ვაკეთო მე ვიპოვე ჩემი როგორ გითხრა ბედნიერება ვიპოვე ჩემი ამ მდგომარეობაში ხვდები არ ვეძებ იტყუება არა კარგი მაგრამ ეს ხომ ჩემს ანუ ეს როგორ შეიძლება იპოვო ჩემი ბედნიერება თუ არ იპოვე სხვანაირად ვერ გააგრძელებ ხვდები ეს იმდენად რთული გზა არის და იმდენად დიდი სტრესი და წნეხია შენ თუ აი ამ სირთულეში რაღაც ნათელი არ იპოვე და შენ თუ აი ამ მდგომარეობაში რაღაც იმედის მომცემს არ ჩაეჭიდე ვერასდროს ვერ გაგრძელდები აი ვერ გააგრძელებ შანსი არ გაქვს გქონია მომენტი არ არის რომ მიხარია რომ აქვსივარ მე ის კი არ არის ვხარობ რომ ვერ დავდივარ არა მე ძალიან მინდა რომ გავიარო მე ძალიან მინდა რომ კიდევ ვგრძნობდი ზოგჯერ მომენატრება ხოლმე როგორია წკაპონების ხმა ანუ როგორია რომ დავდიოდი როგორია ის შეგრძნება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანური შეგრძნებები მომენატრება რომ გამცინებია მე აუ ირმა კარგი და მე ვფიქრობ როგორ არა შენს მდგომარეობაში უნდა მოენატროს ადამიანს მე ვისწავლე საკუთარი მდგომარეობის კარგად გამოყენება იუმორით გეხმარება ალბათ ჩემს თავზე ხუმრობები ძალიან მეხმარება ყველაფერში და შავი იუმორი განსაკუთრებით იმიტომ რომ ამით კარგად ვიაზრებ რომ ეს არაფერი არ არის გაქვს და გაქვს ამას ვერ შეცდ მე ვფიქრობ რომ სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო გადასარევი და მიმღებლობაა ყველაზე მნიშვნელოვანი რა დაბრკოლების მიმღებლობაა ყველაზე მნიშვნელოვანი მე ისე მარტივდება თვითონაც გაგიკვირდება რა და ძალიან რთულია აქამდე მისვლა და ამას სწავლობ და ამას ყოველ ჯერზე ცრემლების ფასად თავის ცუდი ფიქრების ფასად არ ვიცი ყველაზე გაბოროტების ფასად არ გინდა გააგრძელო აი არ ვიცი აგრესიული ხარ საზიზღრობებს ამბობ ანუ ყველაფერს გადიხარ მანამ სანამ არ ისწავლი თუ როგორია მიიღო შენი თავი ისეთი როგორც ხარ და რთულია ეს და არავინ არ დამიჯერებს უცებ გავხდი ბედნიერი არა იცი რამდენი ხანი ვეძებე რომ აი ამაში მეპოვა ბედნიერება აი აქ მეპოვა ჩემი ბედნიერება ის ბედნიერება ყოველთვის ინდივიდუალურია ბედნიერება არ არის რომ გავიცინებ და აი აქ არა ბედნიერება არის ის რომ ყოველ დილით იმაზრით არ ვიღვიძებ ვაიმე რომ ვერ დავდივარ ეხლა რა გავა არა ბედნიერება ის რომ ვიღვიძებ მიხარია რომ ვიღვიძებ უკვე ორგანიზმს ვეუბნებ, კაი, შენ ვერ და ხუმრობით ვიწყებ საკუთარ თავთან დღეს, იცი როგორ მეხმარება? ხო, მაგას. ანუ არ მივდივარ სიღრმეებში ვიყავი უკვე, აღარ არის საჭირო უკვე ვიყავი, ვიცურავი. აი, ქონია მომენტი, რომ აზრი არ აქვს არაფერს და საერთოდ არაფერს კეთებას აღარ ვაპირებ, განებება. კი. ქონია და არა მარტო ცხოვრებაში სპორტის მიმართ მან ჩემი საყვარელი სპორტი რაც არის იცით და აი იმ მდგომარეობამდე მივსულ რა გავეშვები მორჩა აღარ რამდენი ხნიანი გაგხოლმა ეგ პერიოდი 2 წუთიანი 2 დღიანი მეტი არ არის ცოტა კაია არ გრძელდება მეტი ვერ გაგრძელ ვიხლები იმ ფიქრითაც ვიღლები რომ კარგია სულელი ხო არ ხარ ჩემ თავს ვაბრუნებ იმიტომ რომ რისთვის ცხოვრობ მე თუ ეხლა აი ეტლში კაი ჩავჯექი მე ხო ჩემი პირობები მე შევქმენი. ანუ მე ხო ვიყვირე, მე ხო ვიმუშავე, მე ხო ვიმოძრავე ამის გამო რა. ჩემი ოჯახის წევრები ხო მეხმარებოდნენ, მეგობრები ხო მეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც მარტო ძრები ამ სულიერი სიტუაციიდან ამოძრომას ახერხებ მხოლოდ შენ. არა აქვს მნიშვნელობა ეტლში იჯდები თუ სკამზე იჯდები. მაგას ვამბობ. მარტო ხარ მაინც ნებისმიერ სიტუაციაში პრობლემასთან შენ. ჩემ თავთან და ღმერთთან ერთად. აი გავდიოდი იმ გზას. ბევრჯერ მიმიტოვებია, ბევრჯერ გავმწარებულ ვარ, მეთქი საერთოდ. აღარ მაინტერესებს. აი გავშვებულ ვარ ყველა რწმენას. აბსოლუტურად გავბრაზებულ ვარ და მე უცებ 2 წუთი 2 დღე.
და უცებ აი მეთქი ირმადა და სულელი ხარ, გიჟი ხარ, აი მქონია ბევრჯერ და ეს ადამიანური მომენტებია რა. ამ ორთა ბრძოლას ყველა ჩვენგანი გადის. ხშირად ხარ საკუთარ თავთან დიალოგში. კი. ძალიან ხშირად და ძალიან მეხმარება. ხო. ძალიან ხშირად. და ზოგჯერ მარტო რომ ხმამაღლავს საუბრობ. იმიტომ რომ უფრო ამოთქმაში მეხმარება რა. აუ ძალიან მაგარია ეგ. კი. და ვთვლი რომ რაღაცებს ეშინიათ რომ რაღაცა ანუ არასერიოზული საკუთარი თავის მოსმენა ყველაზე დიდი მონოპოვარია რაც სამ მდგომარეობამ მომცა. საკუთარი თავის, საკუთარი ორგანიზმის მოსმენა რა. გეშინია არის ვინდა გხდება იქ. არის რომელი ირმა და გხდება, არის რომელი ნათია თაი, არის ვინდა გხდება რა. და ამიტომ ცოტა სიღრმეებში ალბათ კეტავენ აქედან გამომდინარე. შეიძლება არ მოეწონოს ის მიციქდა ხდება. ამიტომ მე ვამბობ რომ გარისკე რა, შენ ხარ. ვერამ ვერ შეგცვლის. როგორ უნდა მიხვიდე აქამდე? რომ ეგ მოუდეს ადამიანს. ბევრი სისხლის დაუფლის ხარჯზე ალბათ. სისხლი პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ ძალიან ბევრი შრომის ხარჯზე. სწავლობ და ყველა მე რა მივიღე იცი ცხოვრებაში. არაფერი ჩემს ცხოვრებაში მარტივად არ მოდის. ყველაფერს აქ რაღაც ხوارი ვიღაცასთან აი დაეცემა და რაღაცა იმეძახი ხო იღბლიანია. იღბლიანი რა, სანამ ბოლო წვეთს არ გავიღებ, ჩემთან ეგ აღარ. მაგრამ მოდის, იმიტომ რომ მე ალბათ მე შევიქმენი ეს პირობა და გარემო. ბევრჯერ დახურული კარები გამიღია, თავიდან დამიწყე, ოღონდ არასდროს არ შემშინებია. აი ახლა დავიწყე გადაცემა, რომლითაც არ მეშინია. აი ზუსტად ვიცი რომ იქნება ისეთი როგორიც მინდა რომ ხო და რწმენა როგორ შინაგანი, როგორ ცელდება. აი ხა შენ რო გესაუბრები, მე მომწონს, მე ამას არ ვაკეთებ იმისთვის რომ ხალხო დამინახეთ რა მაგარ კითხვებს ვსვამ. ანუ რა კარგად გამოვიყურები, არა, საერთოდ არ მაინტერესებს მართლა. იმიტომ რომ მე მომწონს ადამიანი, მე მეტი არაფერი არ ვიცი. კომუნიკაცია გიყვარს, ადამიანები გიყვარს, მათი ისტორიების მოსმენა გიყვარს და ეგ მე მგონი ბუნებრივია, იმიტომ რომ მე არ ვიცი სხვა მისია რა ამიტომ არ მეშინია. მე ხვდი და ზუსტად მესმის ახლა რასაც შენ ამბობ, იმიტომ რომ თავიდან ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყო, ნებისმიერ ასაკში დაიწყო და სიტუაციაში დახურულა გამიღე და სანამ ბოლომდე ან ბოლო პერიოდში კიდე ბევრი მიჯახუნდა კარები ჩემს წინ, მაგრამ მაინც არ მეშინია. იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრს ვიშრომებ, მაგრამ იმას მაინც გავაკეთე. თან ზემოდან ღმერთიც გიყურებს და კი მარტო არ ხარ მაგ საკითხში, მარტო არ. ეხლა მითხარი როგორ მოვიდა შენთან სპორტი? ჩემთან მოვიდა სრულიად მსხვერპლობით მოვიდა ეხლა დღეს გზაში მითხარი და აი გამოწვევების ცხოვრების გამოწვევების შემდეგ საბოლოო ჯამში რაღაც გადმოვედი თბილისში სამსახურის გამო ის იყო საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და სჭირდებოდათ კადრი რომელიც ორ ენაზე მაინც ისაუბრებდა ინგლისური რუსული და ეტლით მოსარგებლე თან ქალი იქნებოდა რა პროცენტულობის გაზრდა სჭირდებოდათ ქალების ჩართულობის მხრივ და ნუ მე ყოველს კაი კანდიდატი ვიყავი და მოკლედ მე ძალიან გამიხარდა და იქ ოფის მენეჯერად აი წერილებში ვარ მოწერებში ვარ სპორტთან შეხება თეორიული მქონდა მაგრამ პრაქტიკული არ მქონია და აი ერთი წლის თავზე რაღაცნაირად ჩემი მეგობრისგან შემოვიდა ესეთი ტექსტი რომ მოვიდა ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში და მეუბნება ჩემი თიკო რომ ღირმა გოგო ასე მეყურებს და არაფარიკაობა ხომ არ გინდა სადოთ მე გავიყარი მეთქი თინა მოიცა ხალა მეთქი 27 წლის ქალი ვარ რა პარაფარიკაობს საქმე მაკეთებ. მაგრამ შინაგანად მაინც მქონდა, აი როგორი ადამიანი ვარ, იცი, სტაბილურობა მიყვარს, მაგრამ 4 კედელში ვერ ჩამკეტავ. ინტერესი მქონდა სიახლე. აი რაღაცნაირად ხო სიახლეები მიყვარს, მიზიდავს და აი რაღაცა ინტერესი მაქვს, რომ აი შევეჭირა ბოლომდე როგორ გავაკეთებ. თუ გავართმევ თავს, იდეალურად იქნება თუ არა. და ეს ყოველთვის რაღაცნაირად მამოძრავებელი ძალაა ჩემი ეს შინაგანი თვისება და 1-2 წუთი რაღაც და მეთქი რა ვიცი მეთქი გოგო აბა ვცადო და მეუბნება რომ მოვლენო რა მწვრთნელები ორი ადამიანიაო რა შენამდეო და გაესაუბრეო და რა იციო რა ეხა შენზე უკეთეს კანდიდატიო ჯერ რომ ჩვენ არავინ არ უყავსო და მე როგორი გოგო ვიყავი ცი მივედი გაპრანჭული მეიქაპით რაღაცას კაპუნები მაცვე და ჩემო მწვრთნელმა დარბაზში რომ დამინახა 1-2 ჩაახვალა, მაგრამ სიტყვა არ ამო.
1-6 თვე ესევე არის. დარბაში, ხომ როგორც აი მეიქაპით მასკათან. აი და ბოლოს ეს ჩემი მწვრთნელი ხეცურიანი როდის გაიხდი ტუფლებს. აი ზუსტად ესე მითხრა. მართლა ამ ჟარგონით მითხრა. და 6 თვის თავზე დავფიქრდი და არაკომფორტული იყო, ხვდები, აი ძალიან რთული იყო და მე უკვე ჩემი გარდერობი ნელ-ნელა ეხა ძალიან იშვიათად რაიმე მსგავსი კლასიკური ვერსია რამე იპოვო, ძალიან მეტად გადავედი. პირველი გამარჯვება როდის მოვიდა? პირველი გამარჯვება მოვიდა 2 თვის შემდეგ. 2 თვის? კი. ვარჯიშიდან 2 თვის შემდეგ ეტლებიც არ გქონდა სპეციალური საფარიკაო, ფსიქოლოგიურად იმდენად დიდი სტრესი იყო პირველი შეჯიბრა ჩემთვის, რომ საკუთარ თავს ვერ ვუწყდებოდი, რომ მე შინოდა. და მეორე შეჯიბრა უკვე კანადაში იყო, გრან-პრი და რაპირაში მესამე ადგილი ავიღე და ის ყველა ოქრო, მე მგონი 10 პარალიმპიადაზე ერთადერთი მედალი მაკლია პარალიმპიადის. აიქაც რო ავიღებ მედალს, იმ მედალს ვერ შეეტრება რა, იმიტომ რომ ის ბრინჯაო იყო ჩემთვის. ყველაფერი, ანუ იმ ბრინჯაომ გარდატეხა მე გავაგრძელებდი თუ არა ფარიკაობის. მე ზოგადად ვარ პერფექციონისტი და თუ იდეალურად არ გამომდის რაღაც ვეშვები. აი მოგება და წაგება ორი მოცემულობა დგება ნებისმიერ შემთხვევაში სპორტში. რომელი უფრო დიდ мотивაციას გაძლევს ხოლმე ზოგადად? წაგება. ხო, კი, იმიტომ რომ წაგება ზოგადად თუმცა მოგებამ გადაწყვიტა შენი კარიერის გაგრძელება. მოგებამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახე მოგების პროცესში ძირითადად არაფერს არ ცვლი. Irma Ketsuriani. So please stay with us because I will have some words with Irma for sure before we will continue with the final in men's épée category A. აი მაგ დროს თუ ფიქრობ რამეზე, როცა შენს წინ არის მეტოქე, ხო? კი. იცი რა არის ოპონენტი, როცა გიზისეი რა, როგორღაც. აი იმ პროცესში რამდენი ხანი გრძელდება ეს? მაქსიმუმ 10 წუთი. აი მათ წუთში რას ფიქრობ, ან თუ ფიქრობ საერთოდ რამეს? მარტო კონცენტრირებული ვარ, რომ ვიფარიკავ. არ მაინტერესებს ოპონენტი. მე მაინტერესებს მე რა შევთავაზო ოპონენტს, რომ ჩემს ტყუილებზე წამოეგოს და ბრძოლა ჩემი იყოს. ანუ ეხლა პროცესში უკვე როგორ ანუ ეგ როგორ ხდება, როცა კომუნიკაცია ვერ ხედავ შენ კონკურენტს? ხედავ საერთო სურათს. ხო. როგორ ვერ ხედავ, მაგრამ ხა თვალებში არ გიწევს რა ყურება. ანუ ნახე როგორი თემა მარც გჭირდება. თვალები შეგიძლია დასაწყისშივე მოკლა, მაგრამ აი იმ შეძახილით ერთ დარტყმას რომ მიაყენებ, უკვე იგრძნობა შენ რა განწყობაზე. და ყველაფერი გადადის მოწინააღმდეგ ესე. აი არავინ არ თქვას რომ მანერი ხდები რომ გაანერვიულდა, ან დაიძაბა, ან დაითრგუნა. და ეს გაძლევს მე უპირატესობას. ან უპირატესობა თავიდანვე უნდა იყო. ან შეიძლება ისეთი ბრძოლები მოვაბრუნე რომ მეგონა რომ საერთოდ წავაგე, მაგრამ შენზეც არის რა, შენ ხასიათით როგორ შეხვდები. შენი განწყობაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ის შემოვიდეს ფსიქოლოგიურად მაღალ დონეზე და აი რაღაცნაირად დაგჩაგროს, მაგრამ შენ როგორ შემოაბრუნებ, შენ ოსტატობაზეა ეს. ერთი ოქრო დამრჩაო, ესე თქვენ ერთი ოქრო არა, ერთი მედალი პარალიმპიადის და ეს მედალიც არ ვამბობ, არ ვაკონკრეტებ, მაგრამ ჭირდება რა, იმიტომ რომ რაც კარიერის პიკი დასასრული უნდა იყოს, რომ პარალიმპიადის მედალი სამ პარალიმპიადაზე წავიდე და ერთი ვერ წამოვიდე. აი გამოცდილება მითხარი, როგორი იყო პარაოლიმპიადის? ძიმე, ძალიან ძიმე. ყველაზე მძიმე იყო ტოკიოს, იმიტომ რომ საფრანგეთი განვიცადე, მაგრამ დეპრესიაში არ ყოფილვარ და აი ტოკიოს თლიანად მზად ვიყავი რა. აი გამარჯვებისთვის ვიყავი მზად და არ გამოვიდა და ვერ მოვერიე საკუთარ ნერვებს. აი იქ მესამე მაინც უნდა წამომიღო, ნერვებს ვერ მოვერიე.
და ყველა სიბრალი იყო. ნერვიულობის ბრალი იყო, იმიტომ რომ რაღაც შიში გაქვს. ხო, მქონდა გამოცდილება და გამოცდილება როგორ არ მქონდა, მაგრამ აი მაგიტომ ყველა შეჯიბრი არის ფსიქოლოგია და სტატისტიკურად რომ გამოკითხვებს გადახედო, მიხვდები რომ ტაქტიკა, სტრატეგია, სისწრაფე, სიხარტე, ტექნიკური მონაცემები და სხვა ფიზიკური თუ ფიზიოლოგიური თუ მენტალური ემოციები არის ფსიქოლოგიაზე რა. გული რაზე გწყდება? ფაიმე რა ვარ უნდა ვიფიქრო ამ კითხვას. კონკრეტულად არა ხო რაღაც ზოგადად გულის. ადამიანებზე ამ ცხოვრებაზე ვერ დამწყდება გული რა. ადამიანებზე არსებობს გარკვეული კატეგორია, ვისაც მწყდება ნამდვილად გული. ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვა იყვნენ შენს წარმოსახვაში, შენთან ერთად განვლილ გზაზე და უცებ ერთ წუთში შეიძლება ეს კერპი ჩამოგაფსხოს. აი როგორ იცი რომ სერიოზულად დააზიანოს შენი ფსიქიკური მდგომარეობა. დაუზიანებია? იცი რა ყველა მე არ უმატკებს. ნახე ყველა ცუდად მოქცეული ადამიანი წავიდეს უშვებ და თავისთავად გაცნობიერების პროცესში, როდესაც შედიხარ და აცნობიერებ, რომ ეს ადამიანი შენთვის კულტი იყო, ან კერპი იყო, ან რაღაც ისეთი იყო, არ უნდა გააკერპო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სიტყვებს ვიშველიებ ხარ, რომ რეალურად ვფიქრობ, რომ ეს კერპი და კულტი კი არ არის ყველაზე ახლო ადამიანია, რომელიც შენს ცხოვრებაში რამდენიმე წელი მოყვება და უცებ ყველაფერი იშლება და ის რაც გეგონა რომ იყოს, საერთოდ ყველაფერი სიცრუეა, გარდა მიღწევების. ეხლა მე მინდა ხო ეს წინა რესპონდენტთანაც მქონდა და ეს რაღაცნაირად ეს კითხვა ახლა იმიტომ ვიმეორებ ხარ გინახავს წინა გადაცემა არ ბოლომდე არ მინახავს კარგია რომ ბოლოში თუ კითხე არ ვიცი დასაწყისში უსმინე რაღაცებს იდეაში რომ გამეგო ხო ესე იგი ნახე რა ხდება რაღაცა ხშირად შეიძლება მომიდეს ამ კითხვის დასმა ამ გადაცემაში რესპონდენტს გააჩნია რა თქმა უნდა და შენ შემთხვევაში მომიდა მოკლედ 13 წლის ასაკში წავიდაო დედა თქვი ანუ ის ასაკი ის პერიოდი გახსოვს ფანტასტიკურად ყველა ემოციით და ყველაფრით აი ხა 13 წლის ასაკზე რომ ფიქრობ თუნდაც უმნიშვნელო თუ გინდა არც მითხრა აი კადრი სიტუაცია მომენტი რომელიც გახსენდება რა გეცვა თუნდაც როგორი ამინდი იყო გახსენდება ჰემიკი ამ გადმოსახედიდან აი ამ გამოცდილებიდან ეხლანდელი ირმა რას ეტყოდა იმას ის ვინც ანთებული თვალებით აიყურება სარკეში ძალიან არჩევას მიცემდი და ზოგადად რას არჩევას ალბათ იმას რომ წინ ძალიან რთული პერიოდი ელოდება და არ უნდა შეეშინდეს მაგრამ ვეტყოდი რომ ყველაზე ბედნიერი წლები ეხლა აქვს მიუხედავად იმისა რომ დედა არ ყავს თან მაგრამ მალე ჩამოვა დედა იმიტომ რომ ძალიან მალე ჩამოვიდა დედა და ხო ირმა აი იმ სარკეში და იმ მომენტში გაჩერებულ ირმას ვეტყოდი რომ ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ მართლა ის ერთ-ერთი პატარა ეპიზოდი ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო შენ ცხოვრებაში აი ხა წაგაჩუყე ხო იმიტომ რომ ძალიან რთულია არ ვფიქრობ ბავშვობასთან შეხვედრა კი და თან სრულიად განსხვავებული ბავშვი ვიყავი და არ გეფიქრება მაშინ თუ რა მხელაგს უნდა გაიარო 40 წლამდე რომ და რა სირთულეებით რომ შედგე პიროვნებად ადამიანად და დარჩე უბრალოდ ადამიანად იმიტომ რომ რაღაც სფეროში შეიძლება ყველა შედგეს მაგრამ დარჩე ადამიანად ყოველთვის რთულია მართლა ძალიან კაი გოგო ხარ ზუსტად ვიცოდი ასეც დავიწყე მე ჩემი ჩვენი გადაცემა რომ ვიცოდი რომ არ ჩვეულებრივი რესპონდენტი იყავი და ვიცოდი რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გვექნებოდა და აი ამ გულწრფელობისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ხარ ჩემი სტუმარი და მინდა გისურვო ძალიან ბევრი წარმატება ძალიან ბევრი გულწრფელი და ნამდვილი ადამიანი გარშემო და ის სანატრელი ოქროები ხო კი მეც ვიტყვი ერთს იმიტომ რომ არა თქვენ და თქვენი გულწრფელობა თქვენ ამით რატომ ელაპარაკებთ ამ ინტერვიუს ბოლოს რომ არა შენ
კარგი, მე ზოგადად ინტერვიუს ვაწყობ. მაგრამ მე მინდა რომ კაი, მოდი ესე ვიტყვი, რომ არა შენთაია და ესეთი გულახდელი რომ არ იყოს შენც და ესე მარტივად არ შეგეძლოს რესპონდენტის რაღაცნაირად ნდობის მოპოვება ალბათ გამიჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, პირიქით მადლობა შენ რომ ესე ის სათქმელი რაც შეიძლება ვერ მეთქვა ვერსად შენთან თქვი და ვისაუბრეთ ესე გულწრფელად და ღიად საზოგადოება ალბათ განსჯის არ გაგვანწყოთ ხალხო ჩვენი ცხოვრება გვაქვს ჩვენი ემოციები ყველა ინდივიდუალურია მადლობა რომ გაქვს ეს გადაცემა პოდკასტია ხო ჩემი YouTube გადაცემა და ვთვლი რომ ბევრი ესეთი გულახდელი გულწრფელი დიალოგები სჭირდება საზოგადოებას რომ ალბათ ერთმანეთთან დაიწყოთ და საკუთარ თავთანაც ისწავლონ და მიხვდნენ თურმე რა კარგი ყოფილა საკუთარ თავის შეცნობა პირველ რიგში. არაჩვეულებრივი კომპლიმენტი იყო, ოღონდ მართლა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მესამე გადაცემაზე, მესამე ეპიზოდია ჩვენი და განსაკუთრებით ვფიქრობდი, აი ვინ შეიძლება და შემთხვევით არაფერი არ ხდება და შემთხვევით არ გამახსენდი შენ და ნამდვილად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.